სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და დღევანდელი დღეს განსაკუთრებულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მეშვიდე მსოფლიო კრება სწორედ ამ საკითხზე იყო მიწვეული. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ხატის თაყვანისცემა, რადგან ამას კერპთაყვანისმცემლობა თვლიდნენ. ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა, ყოველი ხატის საშუალებით ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ სახეს თვითწმინდანს, აღნიშნა პატრიარქმა. მისივე თქმით, ხვალ 12 საათზე ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად ღვთისადმი მისხნელი სამართლობელი პარაკლისი შესრულდება. მადიდებლობა არის ის სარწმუნოება, ის საფრთხო წევრი და ის საფრთხო გადმოცემა და მსოფლიო კრებების დადგენილება, რომელსაც აღიარებდა მთელი მსოფლიო, როცა არც კათოლიკები, არც პროტესტანტები, არც ხმები. როცა იყო ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აი ის მოგერები ვართ იმას ჩვენ თაყვანს და ეს ვიფარავს ჩვენ. აი ამიტომ რომ ევროპაში, ამერიკაში და სხვა კონტინენტებზე მრავალი ადამიანი გადმოდის მართლმადიდებლობაში და შეიქმნა ეპარქიები.